გამარჯობა მეგობრებო, მოდით აბავნახოთ ისეთი რაღაცები, რაც გვაღიზიანებს ყველაზე ძალიან და პირადად მე რა თქმა უნდა 1 2 3 4 5 იმედია დაალექეთ, წავიდა. რა მაღიზიანებს ყველაზე ძალიან? მანქანას არ ვატარებ, ამიტომ არ მაღიზიანებს პირადად მე. შემდეგ ვიღაცა რო არ მისმენს, როცა ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, ძალიან არასასიამოვნოა. კი, talking H2, ვიღაცა რო ძალიან დიდხანს ლაპარაკობს ტელეფონზე. ყველაზე არასასიამოვნო იქნება პირველ ადგილზე. აბა ვნახოთ, როცა find the end of the tape. ანუ ბოლოს რო ვერ ნახულობ, სკოჩის ბოლოა, ამ შემთხვევაში კი გამაღიზიანებელია ნამდვილად. შემდეგ a person moving ahead in the line. ანუ წრეს როცა არ ტყავს ვიღაცა, თუ რა შეასაქმე ვერ გავიგე, არა, არ მაღიზიანებს. Call center. ანუ call ცენტრები რო გირეკავენ. ან შენ რო რეკავ, დიდი ხანი რო ტელეფონს არ იღებენ, მოკლედ ძალიან არასასიამოვნო, ან რო რეკავენ და ძალიან უაზრობაზე რო გელაპარაკებიან, კი, ნამდვილად. შემდეგ stop, ვიღაცა რო ხრინავს. ცოტა, ძალიან რო გეძინება, მართლა არასასიამოვნოა. რო გაგვიანდება სადღაც და ტრანსპორტი რო აგვიანებს. ეს არის ძალიან გამაღიზიანებელი პირველი და მეცხრე ხა. სპამები არ მაღიზიანებს საერთოდ პირველზე რა იქნება დადამ პაპაპაპამ small talk გამაღიზიანებელი არ არის პირიქით ბლა 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 როგორც წერია ხო მაგრამ გამაღიზიანებელი არ არის პირიქით კარგია როცა ძალიან მალე სრულდება საუბარი ასე რომ პირველი სხვა გზა მაინც არა გვაქვს სხვა ადგილი მაინც არა გვაქვს გამოიწერეთ ჩემი არხი 1000 ლაიქის მერე მეორე ნაწილი აუცილებლად დაალაიქეთ დროებით